ო ძვირფასო გზებო ალვიანო თქვენი ლურჯი სივრცე მინდა გავიარო გზისპირ გრილოებში მომღერალო ღარო მომაშხეფე წყარო თუ კი დავიღალო გზებო რად ღირს თქვენთან ხეტიალი როცა მეგობარი ქვეყნად მეტი არის როცა სიყვარული ქვეყნად მეტი არის მშვენიერო გზებო რად ღირს ხეტიალი მე რომ ბილიკებით გაվել ფართო გზაზე მითხრეს ეს გზა ასე გაგრძელდება 100 წელს და მეტკინა გული რომ დავდეს ზღვარი გზას რომელიც ჩემი გასავლელი არის მე ერთხელ რა ვთქვი, ის დაიბადა კი არა მეთქი პოეტად. იგი დანიშნა საქართველოს თავის მესიტყვეს. საქართველოს ჭირდებოდა ასეთი პოეტი, ჭირდებოდა ამ კუთხეში. ფრიდონ ხალაში იყო ძალიან დიდი ხიდი გალაქტიონსა და ჩვენ თაობას შორის, გოგლა ლეონიძესა და ჩვენ თაობას შორის და სამწუხაროდ მისი გარდაცვალებით ეს ხიდი ფაქტიურად ჩატყდა. მისი მუზა დიდი პოეტის იყო ენა, მამული სარწმუნოება, გადარჩენილი ქართული სიტყვა. ეს იყო ჩემი საყვარელი და უსაყვარლეს მეგობარი, არა მარტო მამა. ფრიდონის სახით ჩვენ ყავს არა მარტო მონუმენტური შემოქმედი, დიდი შემოქმედი, როგორც ასეთი, არამედ თვითონ პიროვნება, თავისი ქვეყნის და თავისი კუთხის პატრიოტი. ეხლა რომ ვფიქრდები და ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ ფრიდონი მართლაც აი უნიკალური პიროვნება და უნიკალური თვისებების მქონე ადამიანი იყო. მიუხედავად მოუცლელობისა, ოჯახის წევრები მაინც ვახერხებთ ხანდახან. პაპისოულ სახლში, მაღალმთიან სოფელ გეგელიძეებში თავმოყრას. ახლაც თბილისიდან ძმისა და რძლის სტუმრობით გახარებულები შევიკრიბეთ. ეს ჩემი ძმა, ზაზა. იგი ფილოლოგია. ჩემი და მზია მხატვარი, გობელენებს გსოს. ეს ჩემი მეუღლე და ბავშვები არიან. ოჯახში თითქმის ყველა ხელოვნებას ემსახურება. ერთ დროს მეც ვწერდი ლექსებსა და მოთხრობებს. ამიტომაც ყველას გაუკვირდა ჩემი არჩევანი, განსაკუთრებით მამაჩემს. მამაჩემი იყო მესაიდუმლე ყველა შვილის. მეგობარი ყველა საკითხში ღრმად ჩახერგილი. ამიტომ ჩვენ მას როგორც მშობელს კი არ მივმართავდით, როგორც უახლეს მეგობარს. არ შეგვეძლო, რომ მის გარეშე არ გადავწყვიტავდი მე მაგალითად რამე ნიშნულოვან ცხოვრებაში. მე რო დამნიშნეს სამკერვალოს დირექტორად 1975 წელში, იმ დღეს გავხდი 30 წელი. მამაჩემი ისე ნერვიულობდა, რომ 4000 კაციანი ფაბრიკის დირექტორობას როგორ შევძლებდი. მე მეგონა რომ მერი ლექსების სიყვარულით
ფილოლოგიისა და ლიტერატურის გზას გაყვებოდა. ჩვენ და მოულოდნელად შეცვალა ეს ყველაფერი და ოქროს მედალზე დამთავრებული ჰქონდა საშუალო სკოლა, ყველა საგანში კარგად გრძნობდა თავს, ეთყობა და გაგვახარა იმით, რომ შევიდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. შეშინებული ვიყავი, როდესაც მერის ჩააბარეს ამ ხელას საწარმო. მე მინდა რომ ის მუდამ წარმატებით მუშაობდეს და წარმატებით ასრულებდეს თავის მოვალეობას, თავისი ოჯახისა და თავისი ხალხის წინაშე. მე და ზაზა რომ შევუღუდით, გავიპარეთ უფრო სწორად და მე რომ დავბრუნდით ამ რაღაც ქალაქგარეთ ვიყავით გაპარულები, რომ დავბრუნდით, დაგხვდა ფრიდონი ყანწით ხელში. აი ესე გავიცანით და საოცარი მოგრძალებული ურთიერთობა მქონდა მე პირადად ფრიდონთან. მთელი ამ ხნის მანძილზე და ეს ხანი, არც ისე ცოტა ხანი იყო, ფრიდონთან ერთად 30 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ნუ ამ ოჯახში ზოგადად 40 წელი მაქვს გატარებული და ფრიდონი და მე დიდი მეგობრები ვიყავით. საჭმელებს ერთად ვაკეთებდით ხოლმე, კარგი მზარეული იყო ფრიდონი ძალიან და კამათობდით კიდეც ხშირად, რომ აი ამას ქინძი უფრო მეტი უნდა თუ ორი ჯობია რომ ქონდეს თუ ზედმეტია თუ ასე შემდეგ. მაგრამ მე მქონდა ბოლომდე თქვენობით ველაპარაკებოდი ფრიდონს და ძალიან მოგრძალებული ურთიერთობა, ძალიან ვუფრთხილდებოდი. როცა მუშაობდა, ან თავის ოთახში იყო შეკეტილი, ვცდილობდი, რომ რაღაც მისი სიმყუდროვე არ დამერღვია და ასე გაიზარდნენ ჩემი შვილებიც. მოდი, აი თათვალეს ბაბუჩი და ბებიჩი ხელად მიახტება მოსული. ბაბუია, ბებია, ბაბუ. გადუღეხლა. კომიაგეთე. გაიძე ახლა გასწიხელი გეს. ახლა მაგ ლალამაზი არ შეიძლება იყოს, მე ჩემსავით მოღრანჯული ჯოლია. რომ სილამაზე გამოჩნდეს საერთო ჰარმონია. ჩემი დედამთილი ქალბატონი თუნთული მეუნებოდა ბავშვები რომ გაყავდა ეზოში ხოლმე, ეგ ხო იცი ახლა ლექსებს წერსო და არანდო მაგას ბავშვიო არ გაატანო, შენ გაყევი და მიაქციე ყურადღებაო. სანამ სკოლაში შევიყვანდი თამთას, 3 თვის დავტოვე ბებიასთან და ბაბუასთან, მე სტუდენტი ვიყავი, ზაზა ასპირანტურაში სწავლობდა მაშინ და თბილისში ვიყავი და 3 თვის რომ დაუტოვე ბებიას და ბაბუას, 6 წლისა სკოლის ასაკში წავიყვანე ბებიასგან და ბაბუასგან და ისეთი რა ვიცი, გაზარდეს ბებიამ და ბაბუამ და ისეთი მშობლობა გამოიჩინეს და ისეთი მზრუნველობა თამთაზე რომ თბილისში რომ წავიყვანეთ, ბავშვები ხო არის რომ რაღაცა რო ეწყინება და ტირიან დედა, ესტირო და ბაბუ. ჩემი ლამაზი გოგო თამთა. მოდი. მოდი ახლა თამდე გიჩემთან, მოდი გადავიღოთ ბედაში. მოდი. ბედაში გადავიღოთ, მოდი. მოდი. გამოგანდი. გამოგანდი ჩამოდი. უკვე და ვეღარ ავიყვანე ხელში, ვეღარ დამიჭირე. ამ ხრივ ფრიდონი ბედნიერი იყო, რომ შვილებმა, შვილთა შვილებსაც მოესწრო, ყველა რაღაც განსაკუთრებული იყო, არის დღესაც განსაკუთრებული ნიჭის პატრონები არიან.
სოფლისკენ მუდამ მივიჩქაროდი, ჩემი ბავშვობის ხე რომ მენახა. მას როგორც ჩემი სიყრმის დღეები ხუჭუჭა შვერი ბევრჯერ შეახმა, არც წიფელია, არც მუხამძლაური, არც კვიპაროსი და არც ჩინარი, ერთი უბრალო ხე ფესვ გადგმული გზასთან პლატეზე დგას. უჩინარი. თავს ყვავილობით როდი იწონებს, მხოლოდ აპრილში ჩუმად მწვანდება. თვალი ძომავენ, მაგრამ ვერ სჭრიან. და ისე თითქოს გავერანდება. ყველა ოცნება ჩემი იცოდა, რომ უეყრდნობოდი შუბლს მიგრილებდა. ჩემს ფიქრებს მაღლა აიტაცებდა და თითქოს სადღაც წაიგრგვინებდა. ხე ახლაც ლურჯის სევდით გასქერის კლდეებს, ჩანჩქერებს, ხევებს უძიროს და ხელებაწვდილს მოხრილ თითებში ბეღურის თბილი ბუდე უჭირავს. უყვარდა გეგელი ძეები. ამიტომ შინა ვარ თუ გარეთა ვარ, მიყვარს მისი სიძველენი, შინ მოუსლებს, რომ აცოცხლებს ჩემი გეგელი ძეები. ყოველი ღონისძიება ფრიდონის იწყებოდა აი აქედან სოფელ გეგელი ძეებიდან. 50 წლის იუბილე, 60-ის, 70, 80-ის და ბოლო 80 წლის იუბილე რომ გადავიხადეთ, მაშინ თელმა საზოგადოებამ, გეგელი ძეებელმა, მკითხველებმა, მეზობლებმა დავაყენეთ საკითხი, თავისივე სიცოცხლეში პოეტის ფრიდონობა ყოფილიყო. მრგვალი თარიღები ფრიდონობით ჩაგვეტარებინა და მართლაც გავაკეთეთ. ყოველი წლის 17 მაისი იყო ფრიდონობა. ეს იყო რაიონში კი არა, აჭარაში პირველი პოეტი, რომელსაც თავისივე სიცოცხლეში ფრიდონობა გაუკეთდა. 1952 წელს მე შემომითვალა ერთმა გამომცემლობამ, რომ ავტობიოგრაფია გვინდაო წიგნისთვის. ხო და დაბადების წელიწადი და დღე მიუთითეო. ხო და დედაჩემი მეტყოდა გაზაფხული იყო, ტყემლები დაკაკლული იყო, რომ დაიბადება. და ჩემი დვიანგარიშე და ეს იქნებოდა დაახლოებით მაისის შუა რიცხვები. მაისის შუა რიცხვებში ახლა პრეტენზიული ციფრი არ ამოარჩიე 15 ან 10 და თქვი 17. 17 მაისი დავარქვი და ასე დავწერე. გავიდა ერთი წელიწადი და 1954 წლის 17 მაისს გარდაიცვალა მამაჩემი. ზუსტად. გავიდა 3 წელი და 1957 წლის 17 მაისს დაიბადა ჩემი ვაჟიშვილი ზაზა ხალვაში. და ეთყობა მართლა მივაგენი ნამდვილად ჩემი დაბადების დღეს. რომელიც როსტერ ყოფილაზე ნაზიღამე რომ აჩნდილო მეთხეს ახლოს სიკვდილს ვერები რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერის მუტები რომ წაყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქრარი ჯერას როს არ ყოფილა მარე ასე წრაში მოსკოვში წერალთა ლილობა იყო დეკადა ასე ეძახდნენ და აჭარიდან ფრიდონ ხალვაში და თბილისიდან გალაქტიონ ტაბიძე ორი დიდი ქართველი პოეტი ესწრებოდა ამდენ ღონისძიებას. მაგრამ ყველამ ვიცით ის პერიოდი ისტორიო, როცა კომუნისტური პარტია იყო მაშინ, ეს რუსი მწერლებიო, იგონებს თავის მოგონებაში წერს დიდი პოეტი, წინა პლანზე იყო წამოწეული და ჩვენთვის კაცი შვილს არ მოუქცევია ყურადღება და ეს სურათიო სულ ხელსაც წაიღებდა. ერთი ისტორიული სურათი იქნება, რომელსაც გეცოდინებათ და იტყვით, რომ გალაქტიონმა ადგა მხარზე ხელი დამადგა და მითხრა, დამანდო და მითხრა. ავდექით აქედან ხემით და სურათი გადავიღოთ. სურათი გადავიღოთ და ეს ჩამორჩა ისტორიული სურათი, მაგრამ ძალიან უყვარდა გალაქტიოს ბათუმი, უყვარდა ფრიდონი
მწერალთა მაშინ აჩარის პასუხისმგებელი მწერალთა სახლის პასუხისმგებელი მდივანი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო 37 წელი ფრიდონი ისკერა მახუნცეთში აცკესში წამოდიოდა და იქ ყველაფერს ნახულობდა ძალიან დიდი თანადგომა მეგობრობა ჰქონდათ ამისთვის 1954 წელს ბათუმის თეატრში გაიმართა გალაქტიონის შემოქმედებითი საღამო. ახლა რა იქნებოდა ეს წარმოიდგინეთ თქვენ. ალექსანდრე ჩავლეიშვილი იყო მოხსენებელი და მე საოლქო კომიტეტმა მე ახალგაზრდა პოეტს დამავალეს ამ საღამოს წაყვანებას. და წარმოიდგინეთ თქვენ ახლა გალაქტიონი გვერდით მიზის ბათუმის თეატრში და მე პირველად გაჭედილ თეატრში უნდა ვთქვა სიტყვა გალაქტიონზე პატარა და შემდეგ ამ ხალხს ვათქმევინო და რაღაცა ესე იგი პირდაპირ ნერვიულობ და ძალიან კანკალებ მაგრამ რა არიცით რომ მოგაჭრის თურმე ეს ამბავი ეს სტიქია გაგამაგრებს და აგამაღლებს და რაღაცა არაუშავს გამომივიდა არაუშავს გამომივიდა და გალაქტიონის რაც მთავარია გამახსენდა რომ გალაქტიონს უყვარდა არა იმდენად ლენინის ორდენოსანის თქმა რამდენადაც საქართველოს სახალხო პოეტის ვიღაცა მიჩურჩულა ეს მე რომ ეს არ გამოგჩესო ხო და ახლა სიტყვას ვაძლევ მეთქი ჩვენს დიდ სტუმარს უდიდეს ქართველ პოეტს საქართველოს სახალხო პოეტს გალაქტიონ დამიძეს მამა ჩემი შვილებთაგან მე დავიბადე ამ სახლში. იმიტომ რომ მამა ჩემი იქით ცხოვრობდა ძველ სოფელში და ჩვენ მერე აქ გამოვედით ამოკაფა ტყე და ჩადგა ეს ფაცხა და აი მეორე წელიწადს დავიბადე მე. ძალიან მიყვარს ეს სახლი. ფაქტიურად მე თვითონ ვარ შვილი ამ სახლისა. და ჩემი შვილებიც სულ ყველანი შვილები არიან ამ სახლისა. ამ სახლში მიყვარდა მე თუნთული, იმიტომ რომ ჩვენი წვალება, ჩვენი ბედნიერება ამ სახლში დაიბადა. ზოგჯერ სუსტი პოეტი რო გაამართლონ და ლექსი არ მოწონთ, იტყვიან რომ რა გინდა გულწრფელი კი არის, ესე გულწრფელობა თითქოს რაღაცა შეღავათია. კი, გულწრფელი უნდა იყოს ლექსი. მაგრამ ლექს თუ ენერგია არ აქვს, გულწრფელობაზე მეტია. თუ ლექსმა არ შეგძრა და რაღაცა შენში არ შემოიტანა, ისეთი მაშინ ლექსი არაა. ფრიდონის პოეზიას უზარმაზარი სევდა მიყვება. ეს ტკივილი ქართულ პოეზიაში მან თავისი მხატვრული ხერხებით შემოიტანა. ერთი ლექსი დავწერე ამ ჩემს ოდას მიუძღვენი და დედას ამოჭრილი ქონდა ეს გაზეთიდან და სადაც წვებოდა თავზე მიწეპებული კედელზე. ასეთ ლექსი იყო უახლოვდები მშობლიურ ოდას ყორეზე ყივის შავი მამალი მე ნალიასთან ვიყნოსე ცოტა ფიჩხების კვამლი როგორც წამალი გამომეგება მშობელი დედა გამომიტანა ღაზლის წინდები მე კი დარცხვენილ თვალებით ვხედავ კაბა აცვია შარშან წინდელი შვილებმა ვიცით
მშობლების ქება, როცა ხელთა გვაქვს სავსე თასები, მაგრამ ბოლომდე არ გაგვეგება ნამდვილი ფასი ამ დაფასების. ხელცარიელი შევაღებთ კარებს, გარეთ გავათრევთ სავსე კალათებს, მშობელს ვუტოვებთ მოწყენილ თვალებს, ჩვენს თავთან თეთრად ღამე განათევს. წავალთ გაგვართობს შეხვედრა სულ სხვა, ვითომ და ლუკმა ცით გვეძლეოდეს და მეგობრებთან სუფრაზე უხვად დავაწყობთ ახალ სადღე გრძელვებს. ის კი მშობელი სოფელს რომ უვლის და ჩვენი ნახვის ნატრით ბერდება შემოდგომაზე ყურძნების წურვის დროს ხელმეორედ გაგვახსენდება. წელს ყაზახისტანში დაფრინდა პირველად და პირველი წიგნიც მზის ქვეყანაში გამოუშვა და პირველი ლექსი უზბეკი გოგო რომ ბამბას კრებდა, აი იმას მიუძღვნა, ქართველს ქალიშვილს შეადარა. შავი გოგო მწკრივებს გაჰყვა, შრომას აღარ უშლის, მხრიდან მხარზე დაფენია, ნაწნავები გიშლის, შავ წარბებ ქვეშ წამწამი ქალი, ჩვენის მახვალ თვალებს და საოცრად მომაგონებს საქართველოს ქალებს. სიცხემდან წვავ ვეღარ უძლებ, ამ შემხუთავ სიცხეს, ის კი ერთ რიგ დასწრის გულებს და მეორეს იწყებს. მინდა ქება მასაც უთხრა, დავღონდები უფრო უზბეკური, რომ არ ვიცი, როგორ ვესაუბრო. ზის ბერიკაცი დაღლილი ალბათ წყალდანის ვენებს და გახურებულ შუბს დაისველებს. მივედი, უცხო ვეყავი მისხნო, ხედავდი აფგა მიშინჯა, მე კი მსურს წყაროს დალევა, ის კი მაწოდებს მოხატულ ფინჯანს. ავიღე ხელში დამონარჩენი, იქვე დავღვარე მეჩვენებურად, მოხუცმა რაღაც მითხრა და მივხვდი, რა დაღვარევ ეგ თქვენებურად. თურმე ვინც დალევს წყაროს ანკარას და თუ ფინჯანში წვეთი დარჩება, ხის ძირს დაასხამს გვალვისგან გადასარჩენად. ეს იყო პირველი ლექსი აი იმ კაზაკთა საზოგადოებაში, სადაც სიცხისგან ყველაფერი გადამწვარი იყო და თურმე წვეთ წყალსაც ისე არ დააღვრიდნენ ხის ძირში, მიაქცევდნენ რომ ხე დაწვას გადარჩენილი იყო საოცარია. მე ჯერ კიდევ აქ ჩემ სოფელში ვიყავი დაბლა ცხმორისში ვმუშაობდი, კლუბის გამგე ბიბლიოთეკარი ვიყავი და ეს კრებული რო გამოიცა, უკვე გამოვიდა და მე არ ვიცოდი თუ გამოვიდა და გასულა ნესტორი და ერთი მაულარია იყო შოფერი, ერთადერთი მანქანა დადიოდა ხოლოში ფოსტის მანქანა, თან ავტობუსიც იყო და იმ შოფრისთვის გამოუტანებია რომ ცხმორისში ეს ბიჭიო და ცხმორისში რო გაჩერდები და ფოსტას გადასცემ, ეს კრებულიც მიეცი რომ მისცენ იქაო ხემით ხალვაში მერქომაში. ხოდა ფანქრით წარწერა იყო ზეთ. მოგილოცავ, ეს ერთი და სხვა 1000 ნესტორ მალაზუნია. ჩემი პირველი ლექსები იბეჭდებოდა ასევო, ხემით ხალვაში ეწერაო. და მე მაშინ მართალი გითხრა, არც ვიცოდი ხემიდი თუ ერქვა და რას ამბობთ მეთქი. ხა, ო, ასე იყო კაცო, ასე იყო და. და მე რატო შეიცვალეთო და ამაში ამ ამბავშიო სახელი შეცვლა პრობლემა იყო მაშინ კომუნისტების დროს. რაღაც ბიუროკრატიული ბარიერები და პრეცედენტიც არ იყო ამისიო, მაგრამ აი 50-იან წლებში აჭარის მინისტრად საბჭოს თავმჯდომარე იყო მამია გოგოლიშვილი. ძალიან კარგი კაცი, პროფესორი შემდეგ. და ამ მამიას სურვილით თუ რა ვიცი გადაწყვეტილებით, მთავრობის გადაწყვეტილებით მიიღეს ასეთი დადგენილება, რომ ბათუმ აჭარაში მცხოვრებ ქართველებს, ვისაც სურს ქართული სახელების დაბრუნება, მათ ამის უფლება აქვთ.
და 1952-ში ჩემი პოემა იბეჭდებოდა ირაკლი აბაშიძის რედაქტორებით გამოსულ მნათობში. რაღაც პოემა იყო. ხო და გადახედა და ეს მივახარე ახლა იქ იჯდა კაბინეტში. ხო და კაცო ეს კარგი იქნებაო ვიციო, მაგრამ ეს ხემით ხალვაში ხემით მართალი გითხრაო, შენ ისეთი პატრიოტი ბიჭი ჩანხარო კაცო, რომ არ დაგშვენდა მაგიო და აი ესო რა უყოთ ამასო. აგერ ბრძანდებით ბატონო გიორგით, თქვენ ახართ უთხარი ქართული მწერლობის ბატონ პატრონი და თქვენ როგორ რასაც ბრძანებთ, თქვენი სიტყვა იყოს მეთქი. ამასობაში ხო რაღაც სახელები ჩამოთვალა, რაღაც ახლა ამასობაში იოსებ ნონეშვილი, ხუტა ბერულავა, ზურაბ ლორდქიფანიძე ვიღაცები შემოგრიალდნენ რაღაცები და ვიღაცამ რაღაც ყური მოკრა, ვიღაცამ ფრიდონ თქვა, ზღვისპირელი იყო ვეფხისტყაოსანში, ზღვისპირის ხელმწიფე იყო და ეს ბიჭიცო ზღვისპირის ფრიდონი ნამდვილად დაშვენდებოდა და აი მე მინდა რომ შენ გადავეხვიე გადამკოცნა შუბლზე მაგოცა და იმ დღიდან ვარ ფრიდონ ხალვაში. აჭარა ოდითგანვე ქართული მიწა. საქართველოს განუყოფელი ნაწილი 300 წელიწადს იყო მოწყვეტილი მშობლის უბეს. ხალხმა სიცოცხლის გადასარჩენად ისტორიის ჩახერგილ ღარტაფებში ახალი პილიკების ზებნა დაიწყო. თითქოს წაიქცა, მაგრამ 300 წელიწადს ნატანჯი და ნაგვენი მაინც არ გათხოვდა. მაინც შეძლო მოეტანა ჩვენამდე ლამაზი ეროვნული სული, ენა და რწმენა. ჰოი და ნანა, ოჰოი ნანა და წარბ გახსნილი დავალგანა. და საქართველო, ჩემო დედავ, ჩემი სუნთქვა გენაცვალა, ჩემი ყველა მწუხარებაც, ქუხარებაც გენაცვალა, შენი სიტყვის სიცოცხლისთვის, ხიხაზირში კიდევ დგავარ, შენი ჭერის სიმაღლისთვის, მარადითში ვრანდავ ყავარს, შენი რჯულის საჯილდაოდ, ცხალთას ვრეკავზარებს თავარს, ერთ ძირვენახს სულ გირგავდი, კვლავ დაგირგავ, დღეს და ხვალაც, იდიდგულე რომ ამფერი აჭარელი ყავდი განა. ვინმე საქართველოსათვის, ქართველი ხალხისათვის სიტყვა უთქმია აჭარიდან, ერთ-ერთი უპირველესი და პირველი სიტყვის მთქმელი და მბრძანებელი იყო ბატონი ფრიდონ ხალვაში. დედა სამშობლოსთან დაბრუნებული ჩვენი შესანიშნავი კუთხე აჭარა კულტურულად დაწინაურდა და ამ კულტურის აღმავლობაში გადამწყვეტი როლი, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართულმა მხატვრულმა სიტყვამ. ჩვენ ფიქრობთ, რომ ყოველი გოროხი, ფოთოლი ჩვენი აჭარის მიწისა, მისი ისტორიული წარსული, მისი ძეგლები, მისი ნანგრევები, მისი ადამიანების დღევანდელი საქმე და შრომა მოგვიწოდებს, გვეძახის, გთხოვს და გვეუბნება, რომ მხატვრული სიტყვის საქმეში მომუშავე შემოქმედებითმა ახალგაზრდობამ, ჩვენმა დღევანდელმა მწერლობამ, ჩვენმა მხატვრობამ, აი ეს დიდი საქმეები ხელოვნებაში უნდა გადაიტანოს და უჩვენოს ჩვენს ერს, უჩვენოს ჩვენი კავშირის მკითხველსა და მაყურებელს და ამით ჩვენი მხარე გამოაჩინოს. არსებობს მარადიული ტკივილები, რომლებიც არ ნელდება. ჩვენ განსაკუთრებული რეგიონის შვილები ვარ და ფრიდონმა შეძლო თავარი კაცობა ამ კუთხის. ის არ იყო უბრალოდ პოეტი, თუმცა იყო ყველაზე საგრძნობი ნიჭი 300 წლიანი უბედურების მერე. სხვაებიც იყვნენ პოეტები, მაგრამ ფრიდონ იყო პირველი მკვეთრი ნიჭი, ისეთი. მაგრამ მას არასოდეს გამოუხედია კუთხური და ორღობის პატრიოტიზმიდან, რაც ვიღაცებს დამართნიათ ეს ყველა დროში ხდებოდა და ყველა კუთხეს ემართებოდა.
როცა 57 წელში დიდი პოეტი თბილისში მიიწვიეს როგორც სტუმარი. აი ასე და განაწყენებული იყო და წერს თავის მოგონებებში, თავის ავტობიოგრაფიაში, რომ როცა სტუმრად ჩემს დედაქალაქში მიმიწვიესო, ლექსი დავწერეო და საოლქო კომიტეტის დივანი მაშინ მამულაძე იყო და წავაკითხინე თან ეს ლექსი, რომ უნდა მეთქვა ეკავა და თავი გააკანე და ნახოთო თბილისო, მე რომ შენთან მოვედი, სიყვარულივით ვიყავ მდუმარი, შენი შვილი ვარ, შენი პოეტი, მე არ ვიქნები შენი სტუმარი. თბილისო, მე რომ შენთან მოვედი, სიყვარულივით ვიდექ მდუმარი, მეც უნდა ვიყო შენი პოეტი, მე არ ვიქნები შენი სტუმარი. ნუ დამიძახებ სტუმარს, იმიტომ რომ უშენობა მჭირდა ასწლობით, შვილი მშობელთან ვეღარ მოვიდა, ვეღარ იცნობდა ნაცნობს ნაცნობი. მე მარადითში დამრჩა მარჯვენა, ხიხანის ციხედ ვიყავ ქცეული და შენი სიტყვის გადასარჩენად ილეწებოდა ჩემი სხეული. რა გლოვად ვიყავ, რა დასანახი, ჭოროხს მეწამულ ფერში ულია, საქართველოში ალბათ კალმახი, მიტომ სისხლისბრად დაწინწკლულია. გამომივლია ჭირი ყოველი, სიმღერაც ვიცი, დარდის მოთმენაც, მე ჭოროხს გაღმა ორი სოფელი, დამრჩა ნახევარ ქართლის ოდენა. ვის უშენობა დედამიტირა და შენი წიგნი ხელში ეჭირა, მე შენი მტკვარის ერთი ზვირთი ვარ, მე შენი მიწის ერთი კენჭი ვარ, მე შენი ჩანგის ერთი სიმი ვარ და შენი ზეცის ერთი მერცხალი. მე საქართველოს დიდი სიმღერა მკერდში ჩავინთე, ვით ნაკვერცხალი. თბილისო, მე რომ შენთან მოვედი, სიყვარულივით ვიდექ მდუმარი, შენი შვილი ვარ, შენი პოეტი, მე არ ვიქნები შენი სტუმარი. რუსთაველის ვეფხისტყაოსანი ქართული სულიერების ნათელია. სწორედ ამ ნათლის გზით მავალ ხელოვანებს ერგოთ პატივად რუსთაველის პრემიის ლაურეატობა. 1964 წლის 10 მარტს საქართველოს მინისტრთა საბჭომ ირაკლი აბაშიძის ინიციატივით ქართული ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნებისა და კინემატოგრაფიის შემდეგი განვითარების მიზნით დააწესა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. ერთ დღეს სტამბაში ვიყავი, მეცხრე სტამბა იყო აქ ბათუმში და დირექტორი აზიზ ახვლედიანი მერეკავს, რომ ჩვენთან არის ერთი დიდი პოეტი და შენ უნდა იყო მისი წიგნის რედაქტორი. ნუ შევაღე კარი, დავინახე ფრიდონი იყო. ჯერ უარი განვაცხადე, იმიტომ რომ ასეთი დიდი ავტორიტეტისთვის არასდროს არ მიდე რედაქტორია და ცოტა შევშინდი. ხო და აზიზმა მითხრა, ეს ესეთი უშუალო კაციაო, მითხრა შენიშვნებსაც მიიღებსო და თანაცო მითხრა ეს წიგნი წარდგენილი იქნება რუსთაველის პრემიაზეო. ამიტომ წიგნი ყურადღებით უნდა მომზადდეს და რაიმე ესეთი არ გაგვეპაროს, მე რო შევწხვესო. ნუ დავიწყე რედაქტირება, წავიკითხე და კაცო რო თქვას სარედაქტორო, მანდამაინც ბევრი არაფერი არ იყო, იმიტომ რომ ფრიდონის ყველა საუკეთესო ლექსი იყო შესული იმ გენაცვალედან დაწყებული, მე არ ვიქნები შენი სტუმარი. და რა ვიცი, სხვებიც, მაგრამ 6 ლექსზე პატარა ლექსები იყო, შემექმნა განსხვავებული შეხედულება, თემატიკურადაც ცუდი კი არ იყო ლექსები თავისთავად, მაგრამ იმ თემატიკაში, რომ ეს წიგნი რუსთაველის პრემიაზე უნდა წარადგინონ და ეს ლექსები, მსუბუქი ლექსები იყო და უთხარი ბატონო ფრიდონ, ეს ხო არ ამოვიღოთ ეს 6 ლექსი და რამე სხვა ისეთი შევატყო რომ განაწყენდა. ხო და მე უთხარი მე ერთ გამოსავალს გთავაზობთ, მეთქე რა გამოსავალია კაცო, მითხრა რა გამოსავალია და თქვენს ვაჟს საზას, რომელსაც პოეზია ძალიან კარგად ესმის, წააგითხეთ ეს 6 ლექსი და თუ ზაზა იტყვის რომ შესატანია წიგნში, შევიტანოთ მეთქე და მეორე დღეს მოვიდა გაღიმებული სახით, კაცო ამოვიღე ზურაბ, ამოვიღეო ის ლექსებიო.
ყოველი წიგნი და საკუთარი თავის განდიდებისთვის არ უბრუნებთ კიდევ ამბობ და თანაც აი ეს ჯილდო რუსთაველის პრემია და იმიტომ ამბობ საქართველოს აჯილდოებს გადამხოლოდ შვილს და პოეტს აჭარაში გადარჩენილ ქართულ სიტყვას აჯილდოებს ეს იყო ასიბზე დედის გულისა რომ დაწერა აი ამ წიგნიდან მისმა ნაწერმა ესე იგი დაიმსახურა რუსთაველის პრემია და ერთადერთი ჩვენი კუთხის შვილი დაჯილდოვდა ამ დიდი პრემიით. ეს ფრიდონია რუსთაველის პრემიის ლაურეატი. ამ ჩემს გლეხკაცურ ხელის გულებზე მთელი ხმელეთის რუკახატია. თვით ბუნებაა, ჩემი ბუნება, გაზაფხულების სულში დადიან. ეს გული მზეზე უფრო ცხელია, ქვეყანას ათბობს გული, ბუხარი. აზრის სახნისით დამიწერია მიწას სათქმელი, ასე უთხარი. ყველა აპრილის გრილი გოროხი დამწვარ წვივებზე გადამიფშუნია. ეზოში ვისაც ჩამოულია და ულოცველი არ გამიშვია. ეს სიყვარული თითქოს მამძიმებს, მარადითში ვარ. ჭოროხს დავყურებ და კახაბრიდან მოსულ უხვ წვინებს სვამს მოწყურებით ჩემი სამყურა. გლეხი ვარ მჯერა ბედნიერების, ვიდრე ეგვიძებს მიწა დახნული მე, მაჭახელას თეთრმა ჩქერებმა შემომაფრქვიეს ეს გაზაფხული. როცა ვიღლები უფრო ვისვენებ, ღადარში ბედის კვერი მიცხვია, კარგად ვარ, ცუდი მახსოვს ისევე და გაჭირვებაც არ დამოიწყნია. ამ აღმართებით ვიყო მოხრილი, ვიყო შავშეთი, ვიდგე მუნჯივით და კალმახებით სავსე ჭოროხი მხარზე მეკიდოს როგორც ხურჯი. ხანდახან ჩამოირბენდა ხოლმე ბათუმში და დავით თედორაძესთან და ჩემთან ერთად რადგანაც გამოგვარჩია ახალგაზრდა მეგობრებში და ეგრეთ წოდებულ მელკი მორიაზე გასვლა თავის საოცარღვინო ჩამოიტანა და ჩვენ კიდე ჩვენი კუთხით რაღაცებს ვცდილობდით და იქ ჩამოждდებოდით ხოლმე და ორ თვეში ერთხელ ეს მაინც ხდებოდა ან მასთან დაგვპატიჟებდა ხოლმე იქ იყო შემთხვევა რომ მეზობლები ნანადირებს მოუკითხავდნენ ხოლმე და ღამე გვითენებია მე და დათო ჩავსვათ ახლა ფინდოს ვერ გავაწვილებდით მისი გაკეთებული ფხალობია ჭადს შემოაშველებდნენ იქ მეზობლები სანათესაო და სხვათა შორის არ ჩამოგრჩებოდა ღვინის მასში მე და დათოს სიყვარულში რა თქმა უნდა ისედაც და ყვებოდა თავის საოცარ ისტორიებს ფრიდონი იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოსიარულე პოეტი, მწერალი საქართველოში, რომელსაც მსოფლიო მოვლილი ჰქონდა და ყვებოდა იქ ნაზიმ ჰიქმეთს, ძალიან ცნობილ თურქ პოეტს როგორ შეხვდა, იქ ხოშიმინს, თქვათ იქ ჩინეთის, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, თქვათ იქ პასტერნაკის აგარაგზე რაღაც ისტორიებს იხსენებდა მე ერთხელ უთხარი მთავარი წიგნი წინ გაქვს დასაწერი და ამან შე რო გვიყვები აქ და ესე ფანტავ ეს სად მიდის მე და მითხრა რომ სხვათა შორის დაწყებული მაქო და ეს იქნებოდა 2 წელს მერე დაიდო მისი ომრი საოცარი წიგნი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ალბათ ქართული ლიტერატურიდან რაც ამიკითხავს იმიტომ რომ ეს იყო ნონ-ფიქშენი ანუ რეალური ამბავი რეალური ადამიანის ისტორია ბავშვის ისტორია რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან აჭარაში საბჭოთა კავშირის პროვინცია საქართველოს პროვინცია აჭარის აი რაღაც პერიფერიულ სოფელში რომელიც სამი შლაგბაუმითაა დაშორებული ბათუმს და ბავშვი რომელიც სკოლაში ვერ მიდის ფეხსაცმელების არ ქონის გამო და წერა-კითხვა სწავლობს მიწაზე ჩხირებით, ჩუმად იპარება და სკოლასთან გარედან უთვალთვალებს როგორ წერენ მისი თანატოლები, დაფაზე მასწავლებელი და აი ასე სწავლობს წერა-კითხვას და ეს ადამიანი ხდება შემდეგ ამ რეგიონისთვის და საქართველოსთვის წიგნიერების მედროშე, ლექსების, პოეზიის, ლიტერატურის მედროშე და მოგზაურობს მთელ საქართველოში, მთელ მსოფლიოში შემდეგ და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მწერალს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პერსონას აყვარებს საქართველოს აჭარას და
ჩემც იყო ეს ძალიან შთამბეჭდავი რაღაც და დღემდე ვფიქრობ, რომ აი ომრის შესახებ კინო რო გადაიღოს რომელიმე კარგმა რეჟისორმა მხატვრული ფილმი, ეს არ იქნება წმინდა ქართული მოვლენა. მე ვფიქრობ, რომ ეს ისტორია, აი მამიდას პოვნის ისტორია თურქეთში, რომელიც თეორიულად არსებობდა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის რკინის ფარდა ყოფდა ნატოს წევრ თურქეთთან და აი ის ურთიერთობა, ის 5 წუთში ჩატეული მთელი ტრაგიზმი საბჭოთა კავშირის გამო და თურქეთის დაპირისპირების გამო გაყოფილი სოფლების, გაყოფილი ოჯახების. აი თუნდაც ეს 5 წუთიანი მონაკვეთი მგონია, რომ გერმანელისთვის, ბელგიელისთვის, იაპონელისთვის ყველასთვის გასაგები იქნება და მძაფრი იქნება. და ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვარ დღესაც რო ვიხსენებ ამ ყველაფერს და ძალიან ბევრ მეგობარს ურჩიე და წავაკითხე ომრის შემდეგ და რა თქმა უნდა ყველას იგივე შთაბეჭდილება ქონდა სხვა თვალით დაინახეს, სხვა თვალით შეხედეს ავტორს, რომელიც ყველასთვის მანამდე იყო საყვარელი პოეტი, კარგი ქართველი პოეტი. გვიან ღამე იყო რომ დავამთავრე. პირველი საათისკენ ალბათ მთელი დიდმა წიგნმა დილიდან რომ დავიწყე სახლიდან არ გავსულარ და ვერ დაურეკე მეთქი ახლა ხანდაზმული კაცია ალბათ ზინავს მეთქი და მეორე დღეს დაურეკე და უთხარი რომ რაღაც დაიწყო მეთქი და ესეც რიქონები უთხარი ომრი მე ომრის წიგნია დროსთან რომ მქონდა ომი დღეიდან დროც არ მგონია შენი წაქცევის მდომი და ეს სტრიქონები დაიბად გთხოვა გააგზელო ბოლომდე ყოველთვის ველოდებოდი შენგან. ალბათ 1000 წელიწადი ზღვა ამ კენჭს თლიდა და ზღვა თავის თავს ქვაზე ტვიფრავდა რომ დაეხატა ზედ რაც შენ გიყვარდა. რაც შენ გიყვარდა. უშინეს კენჭი ზღვა მე მაჩუკა და მეც შიქჩავდე ფიქრი და გული წაიღე კარგო შენ გვერდით იყოს ჩემი ოცნება გაქვავებული ერთ დღეს გადაწყვიტა რომ დაბრუნებოდა თავის წინაპართა რელიგიას. უცებ აჭარაში მამას სამხედრობით მასიური ნათლობა დაიწყო. მისი მეგობრები რაიონებში უამრავი ხალხი მოინათლა. ჩვენ აჭარლები მოუბრუნდით ქართულ რწმენას, ეროვნულს, ქრისტიანულს. ჩვენ წინაპრები რასაც მისდევდნენ, ხო და ახლა აქაც რომ მოვიარეთ, ესეც ლოცვა, ხო იცი. მიხარია მართლაც რაღაც არტანუჯი, როგორც საუნჯე, ისე მაქვს მეხსიერებაში ჩახატული რა. მიყვარდა შორიდან ეს არტანუჯი და ახლა არტანუჯი რომ ნახე გული დავიმშვიდე. თითქოს რაღაც დაკარგული მოვიპოვე ჩემთვის. ვიშოვე და გავმდიდრდი და გავლამაზდი და გავძლიერდი და გავჭკვიანდი თითქოს. თითქოს ისევ ჩემი გახდა. ხომ სხვისი ეს არტანუჯი, ეს არდაგანი, ეს ტაოკლარჯეთი, მაგრამ როცა მოვიარე და ქვებს ჩავეხუტე და აქაურ ყვავილებსა და აქაურ გზებს
თავს გადავევლე, ისევ ჩემი გახდა თითქოს დავიბრუნე. საოცარი გრძნობაა კაცო. ეს სიარული, ეს მთები, ეს გადახროკული მთები, რავჯა ბაჯაღლოებს ინახავს. და ვიღაცებმა უსაყვედურეს. და უთხრეს, რომ რატომ მიატოვე შენი რელიგიაო, რატომ დატოვე მაჰმადიანობაო. და ფრიდონმა ასე უპასუხა, მე არ დამიტოვებია ჩემი რელიგია, მე დაუბრუნდი ჩემს რელიგიას. აი ეს დაბრუნების ფორმულა დღესაც მუშაობს. შენს რელიგიას დაუბრუნდი, რომელიც ანდრია პირველწოდებულიდან მოყოლებული ამ კუთხეში პირველი ქრისტიანი შენი, პირველი ქართველი ქრისტიანი შენი ყავი და ახლაც დაუბრუნდი იმას, ისე შენი წინაპრის რელიგიას დაუბრუნდი. ბიჭი რო დაიბადა ჩემი 57-ში 17 მაისს 18 მაისს მოსკოვში გიორგი ლეონიძე იყო ჩამოსული იქა და მოუნახე რომ ჩემი დიდი სიხარული და ზეიმი ოჯახისა მასთან ერთად გადამეხადა. გიორგი ლეონიძეს ნათქვამი ჰქონდა შველი რო დაგებადება სახელი მე უნდა დავარქვო. და მაშინ ღმერთმა გიორგი ლეონიძეს დამიხატა მოსკოვში რა. და მივედი იმ სასტუმროში, სადაც ბრძანდებოდა. მახლდა პოეტი მიხეილ ქლივიძე. მივედი და იქ ჩამოდიოდა ზემო კიბიდან გიორგი ლეონიძე და უთხარი რომ ბიჭი დამებადა ბატონო გიორგი მეთქი და თქვენი სახელი მინდა მეთქი, თქვენ უნდა სახელი დაარქვათ. მოვიდა დაჯდა სუფრა გავშალეთ და მახსოვს ჩამეხუტა შუბლზე მაგოცა გიორგი ლეონიძემ და იციო რა გითხრაო, აი ფანასკერტელი ზაზას სახელი დავარქვათო. ზაზა იყო დიდი კაცი, თქვენებური კაცი იყო. აი ეს ფანასკერტის ციხეზე ვარ ახლა. ზაზას სახელი ჩემი შვილისა აქედან დაიბადა. ამ ციხის კედლის ძირიდან წამოვიდა. და ამ ციხესავით გამძლე და ძლიერი და მაღალი ყოფილიყოს მისი ხელოვნება. მიუხედავად იმისა, რომ ის გულმხრვალი ქრისტიანი იყო, არავიწყდებოდა რომ აჭარაში დღესაც მრავალი მუსლიმანი ცხოვრობს. ამიტომ ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ყურანი კი არსებობდა ქართული თარგმანი, მაგრამ ძალიან სუსტი იყო. მონაწილეობა მიიღო და ყურანი ქართულად ითარგმნა და საკმაოდ გამართული ქართული. ყველა წიგნში იბრძვის იმისთვის, რომ წარსული გადმოაპირკვავოს და მკითხველებამ და ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა კუთხის საზოგადოებამ იცოდეს ეს დიდი კაცობისათვის, რომ მე ფრიდონ ხალვაში ვიყო, ამისთვის არ უბრძვია. წარსულს მისდიროდა და იმ ნენედან და ბაბადან, ჩადრიანი ქალებიდან მოტანილ დედა ენას, რომ მაშინ წერს დიდი პოეტი, რომ მეორე კლასში რომ გადავედიო და ასოებზე რომ გადავედიდო, დედა ჩემმაო, რომელიც ნუსხავს კითხულობდაო, ხო, არაბულს კითხულობდაო, იაკობის 33-100 ამოჭრა და ყელზე გადმომკიდაო და რომ წავიდოდიო ბოდიში საქონელს რო გამატანდნენ და რაღაცას ყანაში ბაღჩაში, მეს მქონდა წიგნი და აი ეს ასოებიო. მოდი ჭოროხი ვადღეგრძელოთ. ჩვენი მშობლიური მდინარე, სხვადასხვა კორნელი კეგელიძე ამბობს, ქართული სიტყვა, ქართული ენა ჭოროხის ხეობაში დაიბადა. ბაგრატიონები ჭოროხის ხეობაში დაიბადა. ქართული ცივილიზაცია ჭოროხის ხეობაში დაიბადა. იმ ნანგრევის ქვებს, რომელსაც ჩვენ ხელებით დავაბიჯეთ, დღეს ფეხი დავაბიჯეთ და ხელით შევეხეთ და შუბლი მივადეთ. ჩვენი ქართული სიტყვა და ვეფხისტყაოსანიც იმ ქვებიდან მოიზარდა.
ჩვენი ფილოსოფია არსებობისა. ისეთ რაღაცებზე სწუხდა რაზეც წესით და კანონით არ ფიქრობენ ხოლმე მწერლები. ჯავრობდა იმას, რომ აი მაგალითად ფერეიდანში და თურქეთში დარჩენილი ქართველების ენა თანამედროვე ქართულთან არ არის თავსებადი და აი ამ გადაცემებს ისინი, რასაც ჩვენს ტელევიზიების ეთერებში გადასცემენ, ისინი ვერ ისმენენ და მათი მეტი ჩართულობის შესახებ, მათთვის ლიტერატურის გაგზავნის შესახებ ზრუნავდა და აი საზღვარს მიღმა დარჩენილი მიმოფანტული ქართველების შესახებ ძალიან ესეთი დაღუნებული და ჩაფიქრებული ადამიანი იყო. გარდა ამისა, იყო არაჩვეულებრივი მოქალაქეც, ძალიან ბევრი სამოქალაქო ინიციატივა ჰქონდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში თურქი მესხების, ეგრეთ წოდებული თურქი მესხების გასახლების შემდეგ დაცარიელებული ქართული სოფლების ხელახალი გამოცოცხლების საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მის ინიციატივას, რომ აი ეკომიგრანტები ჩვენი რეგიონიდან ჩაასახლეს და ფაქტიურად მოხდა ამ მიწების, რომლებიც შესაძლოა შემდეგ რაღაცა არასასიამოვნო პროცესის მომსწრე გამხდარიყო ჩვენი ქვეყანა ამ ქართული ცნობიერების, ქართული ფესვის გამაგრების ინიციატორი იყო და წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი, შემიძლია ვთქვა. იმდენად გამადიდა ოშკმა ახლა მე და იმდენად ამაღლა და გამაძლიერა, რომ ახალად შემიყვარდა საქართველო. ახალად. რა ძლიერები ყოფილვართ, კაცო. რა დიდები ყოფილვართ. რა ფერ პატარავდებით, რა ფერ პაწავდებით, რა ფერ ვილევით. ოშკო, შენ გეხვეწები. ერთი შენზე ლექსი დამაწერინე რა. გეხვეწები. დედა რო გარდაიცვალა, მე ვესწრებოდი გარდაცვალება და მე ხვეწა შვილო მოუყარეთ მამაშ, იმდენად ანებივრებდა დედა მამას, რომ კვდებოდა და სარეცელზე მხოლოდ იმას დადობდა, რომ ფრიდონი რჩებოდა მის გარეშე და რომ მოაკვდებოდა დედა ჩემის ხე. 85 წლის თავი ეს იყო, არ ვიცი, ხა მთელი ცხოვრება რო ტკივილად გამყვება და გაყვამე და ზაზას ეს დღე რუსთაველის თეატრში ძალიან უნდოდა ფრიდონს. ეხლაც ემოციის გარეშე ვერ ვიხსენებ ამ დღეს. ფრიდონი თბილისში ჩამოსული იყო, ამ დროს ჩვენც თბილისში ვცხოვრობდით და ურეკავდა მუხრან მაჭავარიანი, რომ აი ფრიდონ დღეს მე ამ იუბილეზე, შენს იუბილეზე მოდივარ მთელი ოჯახით. მუხრანს ახალი გაკეთებული ქონდა გულის ოპერაცია და მე მესმის ახლა ეს საუბარი ტელეფონით, სახლის ტელეფონები იყო მაშინ, რომ არა მუხრან, ნუ შეწუხდები. შენ ახლა ახალნა ოპერაციები ხარ და ნუ დაიტვირთავ თავს. არა, ნუ მოკლედ მოვიდა მუხრანი ამ იუბილეზე. რუსთაველის თეატრის მსახიობებმა ძალიან კარგი სიუჟეტი გააკეთეს, კითხულობდნენ ფრიდონის ლექსებს და აი ჯერი სადღაც 9 საათში ამ ღონისძიების დაწყებიდან მუხრანი გამოიძახეს სცენაზე, ავიდა და მიესალმა რაღაც მისასალმებელი სიტყვა, რაღაც ფრიდონის ლექსიდან ერთი ამონარიდი წაიკითხა და ფრიდისო, მე რომ შენთან მოვედი, სიყვარულივით ვიდებ მდგომარი. მე თუნდა ვიყო შენი პოეტი, რა ვიქნები შენი სტუმარი. ასე მიმართა საქართველოს დედაქალაქს ნახევარი საუკუნის წინათ ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმა, რომელიც უკვე კარგა ხანია ისეული პოეტი გახდა არა მარტო თბილისისა, არამედ სრულიად საქართველოს.
ჩაიკეცა მოკლედ მუხრანის სცენაზე რა და დარბაზი გაშეშდა. იმხელა შოკი იყო ეს, რომ მე რო გითხრათო ეხლა ძალიან მახსოვს ეს თითეული დეტალი და თითეული მომენტი, ერთადერთი განადგურებული ფრიდონის სახე არა მომევა. ამბაბა გაანადგურა ფრიდონი. მუხრანი მოკტა მის საღამოზე და ეს იყო მისთვის უზარმაზარი ლახვარი. არ შეირჩინა ეგ სიკვდილი ფრიდონ ხალვაშმა და წაყვა მუხრან მაჭავარიან ძალიან ადრე ფაქტობრივად იმის შემდეგ ისე ინერვიულა ის ფეხზე არ ზდამდგარა ჩაწოლილი იყო და ფაქტობრივად ყოველს დიდ დღესასწაული ყოველს დიდ ტრაგედიად ექცა ამ ადამიანს ნელია ცხოვრობდა რეგიონში და ისე იყო ჩართული ლიტერატურულ პარნას პროცესებში რომ ხელმისაწვდომი იყოს შენი ლიტერატურა ყველა ქართველისთვის. დღემდე არ არის დაფასებული ჩემი აზრით და მოითხოვს აუცილებლად ხელახლა გადააზრებას მისი შემოქმედება, იმიტომ რომ ის არ იყო რაღაცა ერთ კონკრეტულ ეპოქაში ჩაკეტილი ავტორი, მე ვფიქრობ რომ ის შემოქმედება დღესაც აქტუალურია, ყოველაც აქტუალური იქნება და თავის სიტყვას კიდევ იტყვის ფრიდონ ხალვაშის შემოქმედება. ფრიდონ იყო ჯარისკაცი თავის ქვეყნის, თავის სამშობლოსი და სამწუხაროდ ძალიან ცოტა შედა მე დღეს ასეც. რამდენი გაჭირვება, რამდენი სიმწარე, რამდენი სიღატაკე გამოიარა ფრიდონმა და არასოდეს თავისი არჩეული პატიოსანი გზისთვის არ გადაუხვდა. სნეული ხარ გეწამლება ჭაბუკი ხარ შეგაყვარებს მოხუცი ხარ მოგაშორებს შუბლზე წელთა ჩანაღვარებს გაწყენინეს დაგავიწყებს ყველა ფლიც და ენამწარებს ღარიბი ხარ გაგამდიდრებს ასეთია გენაცვალე რა სინათლეც გაუმქრალი გენაცვალე სულში გიძევს ბულბულებმა მარცვალ ვარსკვლავიდან ჩამოზიდეს ჩვენს თვალებში გააჩაღეს და თქვენს ნუ არ ჩაქრებია გენაცვალე თან მოყვება საქართველოს აკვნებიდან ის მიწაში ჩაიფესა და ამ მიწას გლეხი უვლის და სიკეთით ნაკეთები სახლი უდგას მასპინძლური გამოაღებს ქალი კარებს გენაცვალე შემობრძანდი გაფიცხდება ღველფზე ჭადი ნაკვერცხალზე კიდევ მწვადი გათენდება დილა სავსე წამოდგება მთის მზე ზეზე მერე ღამე გაშავდება ვით ადესა თხმელის ხეზე საქართველოს დღევ და ღამევ შესფერადებს რაღა დალევს შენი წყალი და ჰაერი ტკბილიავით გენაცვალე ცოტა იცის დედამიწის ვისაც ჯერ არ უგემნია შენი პური შენი ღვინო შენი სიტყვა თუ გენია გენაცვალეს მღერის ქარი ემატება ხილს შაქარი სიტყვა ძველი თან ახალი რბილი არის თან მაგარი გენაცვალე მეგობარო სიყვარულო დაუმჭკნარო მუდამ ვინმეს ბოლოდინით გაღებულო ოდის კარო ყველას მოძმეთ წამომდგარო გენაცვალე საქართველო შერმა სიტყვამ პირნალესმა გამამაგროს გამამთელოს გენაცვალე სიცოცხლეო მიტომ მადგმობ და მაწვალებ რომ შენ უფრო შეგიყვარო გენაცვალე